ადამიანი უკვე იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილი ჰქონდა, თუნდაც უმანიშვი, როდესაც მის გარშემო ბრუნავდა ყველაფერი, ხო? ასე აღარ არის. ტრანსჰუმანისტები სწორედ აი ამ მოცემულობას უშვებენ, რომ პერსონაჟი შეიძლება იყოს ადამიანური მონაცემებით, მაგრამ არა ადამიანი, ჰუმანოიდი. ადამიანზე უფრო ჰუმანოიდის წარმოჩენა. ხო არ გეჩვენება, რომ რაღაცნაირი საერთო ტენდენცია ლიტერატურაში. რასაც ავიყოლებდი მომავალში, ეს იქნება ადამიანი, რომელიც აი ფიქრის დროს ფიქრობს შეცდომის დაშვებაზე. მახსენდება სტოპარდი და მისი ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც ხაზს უსვავს ადამიანის ცნობიერების უნიკალობას. ვაზრუნებ მას შესადამე ღმერთი არსებობს. ლიტერატურად მცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი გადაცემაში შემდეგი გაჩერება კვირას 16 საათზე იმედზე.